ზუსტად ახლა უნდა ვიყო ტაილანდში, მაგრამ თბილისში ვარ, იმიტომ რომ მილიონერმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა ჩემი 4500 ლარი მომპაროს და ამაში კიდევ ხელი შეუწყოს თიპის. ჩამოჯექით ძალიან ბევრ ჭორებს მოგიყვებით და ვისაც ცოტა სწრაფად უნდა მოსმენა 2x დააჭირეთ და გავაგრძელოთ ახლა. 2 მარტს მე და ჩემი მეუღლე უნდა გამგზავრებულიყავით ჩვენს საოცნებო ტრიპზე ტაილანდში უნდა დაგვისვენა, იმიტომ რომ ჩვენი საქორწილო მოგზაურობა იყო, რომელიც თავის დროზე ვერ შევასრულეთ. ვიყიდეთ ბილეთები აირ არაბიაში და როგორც იცით ფრენები გაუქმდა. ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რის გამოც გაუქმდა, ომი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უზომოდ სამწუხარო არის და რა დროის დასვენება, როდესაც მსოფლიოში ესეთი ამბებია. თუმცა, როდესაც ზუსტად აი ამ შემთხვევის გამო კომპანიებს უნდათ ხელი მოითბონ და სხვა ადამიანების ფული ჩაიდონ ხელში, აკეთებენ შემდეგ სქემას. მოკლედ 2 მარტს უნდა გავფრენილიყავით, როგორც გვეკითხარით და 1 მარტს მოგვიდა მეილები, რომ გაუქმდა ფრენა. ფრენა გქონდა ესე: თბილისი, შარჟა, ფუკეტი და შემდგომ უნდა დაუბრუნებულიყავით ბანგკოკი, ფუკეტი, ბანგკოკი, შარჟა, თბილისი. ანუ როდესაც ბილეთს ყიდულობ, ეს არის ერთიანი ბილეთი. თუმცა რატომღაც ავიაკომპანიამ ეს გადაჯდომების გამო, რომელიც ერთიანი ბილეთი იყო, და 4 ნაწილად ჩვენი ბილეთი და თავიდან გაუქმდა ჯერ პირველი ნაწილი თბილისი, შარჟა და მეორე დღეს გაუქმდა შარჟა, ფუკეტი. რა დროსაც ჩვენ ეგრევე მივწერეთ, რომ რა ხდება და რომ გაგვეკო სიტუაცია და მოგწერეს, რომ სეგმენტურად არის გაყოფილი ბილეთები. ჩვენო თბილისიდან შარჟამდე გავაუქმეთო, მაგრამ შარჟიდან ფუკეტამდე ჯერ კიდევ არისო ფრენაო და ჩვენამდე რამენაირად მოდითო და წახვალთო ტაილანდში. ნუ ანუ ეს ძალიან აბსურდული რაღაც არის. მე როდესაც გავუქმდა შარჟა, ფუკეტიც იგივენაირად მოგწერეს უკანა ბილეთებზე, რომ უკანა ფრენაო ჯერჯერობით არისო და თქვენ როგორც გინდათო იქო მიდითო იქამდე. და იქიდანო ჩვენო წამოგიმონთ. ნუ რამდენად აბსურდული არის ეს ხვდებით, ხო? შემდგომ უკვე დავიწყეთ დაბრუნებაზე მივწერეთ და დაბრუნებაზე აირ არაბიას კომპანია მოგვიპასუხა ასე, რომ ჩვენო თანხასო არ ვაბრუნებთო, მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვაუჩერის სახით თანხა დაგიბრუნოთო და 1 წლის განმავლობაში გამოიყენებთო. ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი უკანონობა, რაც კი ავიაკომპანიამ შეიძლება შემოგთავაზოთ და დეტალებს აკიხსნით რატო. შემდგომი ეტაპი არის უკვე მეილების მიმოწერა, რომ ჩვენ ამაზე თანახმა არა ვართ, რომ ჩვენ როდესაც ბილეთი ვიყიდეთ, გადავიხადეთ დაზღვევის თანხაზე მეტად $50, იმიტომ რომ ვაი და რაღაც ყოფილიყო ეს თანხა უნდა დაიბრუნებინათ ძალიან მშვიდად. მოგეთხრეს რომ არავითარ შემთხვევაში თანხას არ ვაბრუნებდით და ასევე ის რომ როდესაც ბილეთს ყიდულობ, ან ნებისმიერ სერვისზე გინდა რომ ხელი მიგწვდებოდეს, აი ეს წესები და პირობები რო არის, ეგ ტიჩკასავით არის, რომელსაც ხელს აწერ, ჩვენ გახსნილი გქონდა ეს დოკუმენტი და შენახული გვაქვს, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ავიაკომპანიამ რომ გაუქმოს ფრენა აუცილებლად გიბრუნებს თანხას. ასე ვთქვათ, ეს ვაუჩერების შემოთავაზება არის სრულიად უკანონობა, უბრალოდ ავიაკომპანიებს არ უნდათ ამ თანხის დაბრუნება და ვინც თავისი უფლებები მოკლედ არ იცის, ასე ატყუებენ მომხმარებლებს, ვისთანაც გაუვათ მარტივად რომ ავხსნათ. თუ ვინმე მეტყვით კომენტარებში რომ ფორს-მაჟორული სიტუაცია იყო და მათი ნების გარეშე მოხდა ეს და მათ არ უნდათ გაუქმება, რა თქმა უნდა არ უნდათ გიჟები არიან, რომ უნდათ გაუქმება, რა თქმა უნდა ფორს-მაჟორული სიტუაცია და რა თქმა უნდა რომ ამ წესებში და პირობებში ასევე წერია ძალიან ესე შავ თეთრზე, რომ მიუხედავად ფორს-მაჟორული სიტუაციისა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ომი დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჰაერო სივრცე დაიკეტოს, კომპანია ვალდებულია სრულად დააბრუნოს თანხა იგივე ბარათზე, რა ბარათითაც იყიდეთ. ანუ ეს არის ძალიან დიდი სქემა. შემდგომ ანუ როდესაც ამოვტურეთ მაქსიმალურად ჩვენ კომპანიასთან მიმოწერა და არანაირი აზრი არ ქონდა და არანაირი აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ როდესაც მეორედ მივწერეთ, მესამედ მივწერეთ, უკვე იქიდან მოდიოდა ავტომატური ბოტების პასუხები, 12 მესიჯი არის მოსული სრულიად იდენტური ავტომატური. გამარჯობათ, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ და ამ საიტზე და manage booking გააკეთოთ, manage booking, რომელიც არ მუშაობს არანაირად. ასევე ვითომ აქვთ refund-ის სისტემა, რომელიც ასევე არ მუშაობს, იმიტომ რომ refund-ის გვერდზე როდესაც შედიხარ, ანუ ბილეთის დაბრუნების გვერდზე არის ესეთი პირველი გრაფა, რომელშიც უნდა შეწაწერო შენი ფრენის PNR კოდი, რომელიც არის როგორც ციფრები, ისე რიცხვები. როგორც ციფრები, ისე მასოვანი ბოდიშით და აი ამ PNR-ზე წერია, აი ამ გრაფაში, რომ აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ციფრები და საიდან მოვიტანოთ ეს ციფრები, თუ ჩემს PNR-ში არის ციფრებიც და ასოებიც. ანუ რანაირად. ანუ თავიდანვე მოკლედ და რვარიცხვიანი უნდა იყოს, ანუ 8 ციფრიანი უნდა იყოს, ჩვენს შემთხვევაში კი ეს მხოლოდ 6 არის, ანუ 3 ციფრი გვაქვს, 3 ასო გვაქვს ერთმანეთში არეული. ანუ სრულიად თავიდანვე მოკლედ ეს ფორმა არის სრულიად აბსურდული, რომელსაც ვერაფერში ვერ გამოიყენება. შემდგომ მოკლედ ანუ ეს ჩვენ ამოვწურეთ კომპანიასთან მიმოწერა და ყველანაირი იმედი, მოკლედ დავასრულეთ ამ კომპანიასთან საუბარი და ერთადერთი ჩვენი თავის დაცვის ფუნქცია გვრჩება chargeback. Chargeback, ვინც არ იცით, არის ასეთი ფუნქცია ვიზასი და მასტერკარდის, როდესაც რომელიმე კომპანია არასრულებს თავის მომსახურებას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვიზას და მასტერკარდის აი ამ chargeback-ის ფუნქციით, თორემ აუცილებლად ყველა სკრინშოტი, ყველაფერი უნდა გქონდეთ გამზადებული და უნდა გაუგზავნოთ თქვენს ბანკს და ბანკმა დაიწყოს chargeback-ის პროცედურა. Chargeback-ის პროცედურა ასეთი არის, თქვენ მოკლედ როგორც ითხრათ ერთ ბანკს, ბანკი აგზავნის ამ პროცედურას, ვიზა დროებით გიბრუნებთ ამ თანხას, ოღონდ გაყინული სახით ბრუნდება ეს თანხა, ასევე მოგდით SMS-ი
რომ თქვენი საქმის წარმოება დაიწყო და დაახლოებით მაქსიმუმ მოკლედ 1 თვის ვადაში ეს საქმე განიხილება თუ ვიზა დაადასტურებს რომ თქვენ მომსახურება არ მიდიღიათ და კომპანია არაკანონიერად აკავებს თქვენს თანხას ვიზა გიბრუნებთ და ამ თანხას მოკლედ თქვენი რაც არის და შემდგომ უკვე იმ კომპანიას ეთავება ვიზა ან მასტერკარდი. მოკლედ ეს არის მთელი ამის პროცედურა. მე ნაყიდი მქონდა ვიზათი TBC-ის ბარათით და აი აქ იკითხება თავდამწყება ვრეკავ call center-ში. ეს ხდება 2 მარტიდან მოყოლებული. ვრეკავ call center-ში ვეკითხებია ჩარჩვიკის პროცედურის დაწყება მინდა რა ვქნათ. ანუ არავინ არაფერს არ გეუბნება. გვეუბნებიან რომ შეტყობინების სახით მოიწერეთ. შეტყობინების სახით ან გამოგზადეთ წერილი ოფიციალური რომ ჩარჩვიკის პროცედურას ანუ რატო ესე პუნქტების მიხედვით თავისი საკუთრებით, თავისი ბილეთებით ყველაფრით აბსოლუტურად და იქიდან მომდის ეს 2-ში გავაგზავნეთ, 3-ში დასვენებით და იყო 4-ში მოგვიდის პასუხი რომ გამარჯობათ, ხომ არ შეგიძლიათ ბილეთები გამოგეგზავნოთ და აქ უკვე ცოტა არეულობა მეწყობა თავში, იმიტომ რომ ხო უკვე გამოგზავნილი მაქვს. ესე იგი ადამიანმა არც კი წაიკითხა. არც კი ნახა საერთოდ ის საკუთრები, რაც მაქვს მიბული მოკლედ ამ განცხადებას, შეტყობინებას ოფიციალურად აქედან შეგიძლიათ თუ მოითხოვოთ. შემდგომი ეტაპი უკვე არის დავაგზავნე ისევ ეს საბუთები, ბილეთები და დუმნან მოკლედ არაფერს არ მეუბნებიან, კიდევ ვრეკავ, მეუბნებიან რომ ისიც დაელოდეთ პასუხს. შემდგომ ეს არის 4, უკვე 5 რიცხვში ძალიან წყობილებიდან გამოვდივარ, იმიტომ რომ 4 რიცხვში საღამოს მომწერეს რომ ხომ არ შეგიძლიათო გადახდის ქვითარი გამოგეგზავნოთო და აი აქ ცოტა უკვე გავღიზიანდი, უკვე ვღიზიანდები, იმიტომ რომ თქვენგან გადავიხადე, გწერ თარიღს, გწერ თანხას, ჩემი პირადი მონაცემები გაქვს და შეგიძლია გადაამოწმო, ხო? ანუ რომელთა მე რატომ უნდა გამოგიგზავნო დამატებით კიდევ ქვითარი. კარგი, გავუგზავნე ქვითარის და ქვითართან და კიდევ ვუგზავნე მოკლედ ყველა საფუძს. როდესაც არ რჩება არანაირი ეტეტი ცალკე ვიზას და TBC-ის აი მსქნებს უგზავნი, რომ მოკლედ ასეთი სიტუაცია არის და რაბინერად ანუ მიშველე ბანკთან. ასევე უკვე 5 და 6 რიცხვი ძალიან მკაფიოდ ვრეკავ უკვე TBC-ში ვითხოვ რომ ეს ჩარჯბექის პროცედურა დაიწყონ და ყველა ოპერატორი საერთოდ სხვადასხვა რამეს მეუბნება. ანუ მოკლედ აი ესე ძალიან ესე თითის გარშემო მოკლედ მატრიალებენ. 6 რიცხვი არის უკვე და 6 რიცხვში 3 საათი გადაბმულად TBC ბანკის ოპერატორებს ვესაუბრებოდი. ძალიან აგდებული საუბრით ეს ოპერატორი პარალელურად კიდევ დაახლოებით ალბათ 6 ოპერატორს მაინც ვესაუბრე ჯამში. შეიძლება მეცაც აი მართლა არ მახსოვს ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ ეს ოპერატორი აი განსაკუთრებით აი ესეთი აქტებული საუბრით, არც გადავეცი უნდა დაელოდოთ პასუხი. გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ფორს-მაჟორული სიტუაცია არის. თქვენც უნდა გაიგოთ. კი, მაგრამ ხო, ვაუჩერს გთავაზობენ. უნდა აიღოთ ვაუჩერი. მე გირჩევთ რომ ვაუჩერი აიღოთ, იმიტომ რომ თანხას არ დაგი. აი ისეთი იყო რომ მართლა ალბათ აი ხა გავუწურები ტელეფონში თქვა მართლა აი ძალიან გავღიზიანდი. ბოლოს პასუხობს ასეთ რაღაცას რომ გამარჯობა თქვენ მე გამოგზავნილი საიტის პირობა არ შესაბამება დღევანდელ მდგომარეობას, როცა ავიაკომპანია თავისი ნებით აუქმებს ჯავშანს, ის ვალდებულია თაფხა დააბრუნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ფორს-მაჟორი, ანუ ავიაკომპანიის ბრალეულობა არ არის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გაუქმდა ფრენა. აქ მე უკვე ავხსენი სიტუაცია რომ უკვე გაგზავნილი მაქვს ეს 37 გვერდიანი საბუთი, სადაც შავი თეთრზე წერია რომ ფორს-მაჟორის მიუხედავადაც თანხას აბრუნებს, მაგრამ იგივეს მიმეორებს, თან ახსნილი მაქვს ეს სიტუაცია და რას მეუბნება? სხვა ავიაკომპანიებს ვაუჩერის სახითაც შეეძლოთ არ დაებრუნებინათ თანხაო. აი ეს წინადადება არ ვიცი, უბრალოდ აი რა უნდა დავარქვა ბანკის მხრიდან ამის მოწერას არ ვიცი. რადგან მსგავს სიტუაციაში თანხის დაბრუნების ვალდებულება არ აქვს ხოლმე. ჯერჯერობით ვიზასგან არ გვაქვს კონკრეტული პასუხი, ამიტომ თუ ავიაკომპანია გთავაზობთ ვაუჩერს დათანხმდით, რადგან ჩარჯბექის გაგზავნის ვალიდური მიზეზი არ გვაქვს და დიდი ალბათობით წააგებთ პატივისცემით TBC. ანუ როგორც ახსენე ჩარჯბექის პროცედურა მოკლედ საერთოდ არ აქვს დაწყებული. ვეკითხები რომ რა გავუგზავნეთ, ანუ რა კითხეთ ვიზას, რაზეც პასუხობენ რომ უნდა დაელოდოთ პასუხს. მე ვთქვი ანუ ვიკითხულობ იმას, რაზე მიმართეთ ვიზას, იმიტომ რომ თუ ჩარჯბექის პროცედურა დაწყებული გაქვთ და აი როგორც გითხარით, თანხა უნდა დამერიცხოს, უნდა გაიყინოს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ რა. რაც ანუ არ არის ამ შემთხვევაში. და ძალიან მოკლედ სამწუხარო არის, რომ ბევრი რვარ ვილაპარაკო, როგორ მატყუებს მოკლედ ბანკი იმაზე, რომ ჩარჯბექის პროცედურა დაწყებული აქვს, მაშინ როდესაც არ უნდათ და არ უნდათ დაწყება სწორედ იმიტომ, რომ ჩარჯბექის პროცედურა რომ დაიწყონ, საკომისიო უნდა გადაუხადონ ვიზას. ანუ აი ამ მთელი ამბის ერთადერთი მიზეზი არის ეგ, რომ უბრალოდ არ უნდათ დაახლოებით $50 უნდა გამოვიდეს ეს საკომისიო და დღეს ზუსტად წავედი უკვე ფილიალში ვიყავი აღმაშენებლის ფილიალში მისული, ჯერ გავისაუბრე ოპერატორს, ოპერატორი დიდად ვერ დამეხმარა, იმიტომ რომ იგივე წრეზე წავედით და ბოლოს მოვითხოვე მენეჯერთან გასაუბრება. მენეჯერი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გაიგო საერთოდ რაზე მქონდა საუბარი და მადლობა მართლა მენეჯერს, რომ დაიწყო ჩარჯბექის პროცედურა. გააგზავნეს ყოველგვარი უარის გარეშე, იმიტომ რომ იქვე ვანახე საბუთები. დაიწყო მოკლედ ეს პროცედურა, ვნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ სხვანაირი იმედი არ მაქვს ამ თანხის დაბრუნების, ეს არ არის პატარა თანხა. მოკლედ ჯერჯერობით ველოდებით პროცედურებს რა და როგორ იქნება, ვნახოთ, დაველოდოთ და დაგავდეითებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზა დააბრუნებს. აქ აუცილებლად მოვნიშნავ ვიზასაც, ეროვნულ ბანკსაც, ასევე TBC-საც და ასევე Air Arabias იმისთვის, რომ ამ სამართლობას არ შევეგუოთ და მგონია რომ არავინ არ უნდა შეეგუოს ამ სამართლობას და თუ თქვენც ხართ ზუსტად ეგეთ პირობებში, იცოდეთ რომ ჩარჯბექის ფუნქციის გამოყენების სრული უფლება გაქვთ. კომენტარებში დამიწერეთ აუცილებლად ვინმე თუ ყოფილიყართ ესეთ სიტუაციაში, ან ეხლა გადიხართ.